გამარჯობა, მე ლილუ ვარ და ახლა საინტერესო ამბებს მოგიყვებით. ილია თოფურიამ დუმილი დაარღვია. იყო მძიმე და მიუღებელი ზეწოლა, მათ შორის მუქარა ოჯახში ძალადობის შესახებ ცრუ ბრალდებების გავრცელებით. ამბობს UFC-ის ქართველი ჩემპიონი გამოქვეყნებულ განცხადებაში. მისივე თქმით, მტკიცებულებები წარდგენილია სასამართლოში. აქამდე უცნობი ამბები გაამხილა ზურა ხაჩიძემ. ეს არასდროს მომიყოლია. ხათუნა რომ დამძიმდა ძალიან, ფეხზეც რომ ვერ დადიოდა, სახლში ხელით დამყავდა. თქვა ზურა ხაჩიძემ პოდკასტ ეპიზოდში. ჰოლივუდის ვარსკვლავი ქეით უინსლეტი ახალ ინტერვიუში პლასტიკურ ქირურგიასა და ჭარბი წონის საწინააღმდეგო პრეპარატებს აკრიტიკებს. მსახიობი მათ საშინელსა და დამანგრებელს უწოდებს. გარდაცვლილი იპოვეს პლასტიკურ ქირურგიაზე დამოკიდებული ცნობილი ინფლუენსერი, რომელმაც ოპერაციებში $380,000 მეტი დახარჯა. ილონ მასკმა მორიგი რეკორდი მოხსნა და გახდა მსოფლიოში პირველი ადამიანი, რომლის ქონებამაც $600 მილიარდ გადააჭარბა. ამერიკული ლექსიკონის მერიამ ვებსტერის რედაქტორებმა წლის სიტყვად სლოპი აირჩიეს, რაც ითარგმნება როგორც ნაგავი ან ჭუჭყი. შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლი კონორ მაკგრეგორი და მისი დიდი ხნის პარტნიორი ვატიკანში დაკორწინდნენ. 35 წლის მაკგრეგორი და 38 წლის დევლინი 2020 წელს დაინიშნენ. მე კი ბედნიერ განწყობას გისურვებთ. შეხვედრამდე.